შევხვდით გუნავას, თენგის გუნავა, ვერაფერს და ვერ დაგიკონკრეტებ, გამოძიება გაარკვევს. ვინც ფიგურირებს ამ საქმეში, დამკვეთიდან, შემსრულებლით დამთავრებული, სასტიკად ყველა უნდა დაისაჯოს. არც ერთი ადამიანი გვერდზე არ უნდა დარჩეს. და კანონით ყველა სასტიკად დაისაჯოს. ამას ვითხოვთ მთელი სვანეთი, დედმამა, მთელი დაზარალებული მოსახლეობა. ჩვენ მშვიდობის აქცია ჩავატარეთ დღეს და ასე მოვითხოვთ ბოლომდე სანამ უმკაცრესად არ დაისჯებიან ამ საქმეში ვინც ფიგურებს ყველა დამკვეთიდან შემსრულებლით ჩათვლით ვინც ფიგურირებს ვისაც ოდნავ მონაწილეობა აქვს ამ საქმეში ამას ვითხოვ უგზოკლად დაკარგული უდანაშაულოდ დასჭილი შვილის დედა არ შევწყვეტ სანამ უმკაცრესად არ დაისჯება ყველა ის ადამიანი ვინც ამ საქმეში მონაწილეობს დამკვეთიდან შემსრულებლის ჩათვლით აი ეს არის მთელი ჩემი ხალხის მოთხოვნა დღეს ერთი სოფელი წამოვიდა ასეთი 1000-ია იქ რამდენი ტრანსპორტიც გვეყო იმდენი წამოვედით მთელი სვანეთი აპირობდა ჩამოსვლას მთელი დაზარალებული მოსახლეობა მთელი ხალხი ჩემ გვერდით არის უდანაშაულო ასე სასტიკად დასაჯეს დამნაშავებით სასტიკად დაისაჯოს დიახ მე შევხვდი ცინდელიანის დათო ცინდელიანის შობლებს ოჯახში ვინაიდან მათთან მოიცა შესაძლებლობა რომ შემოსულიყვნენ რაღაცა პოლიციამ ვთქვათ არ შემოუშვა როგორც ვიცი რომ რაღაც არ მოხდა ამის გამო მე შევხვდი თალკე ოჯახში ვისაუბრეთ ამ თემაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ უსუსური და არამზადა პრემიერ-მინისტრი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ skaჭრებული ადამიანები რაღაცნაირად პოლიტიკურ პროცესს დაუკავშიროს და მე როგორც გავარკვევთ რომ ოჯახს თავის გულის ტკივილი უნებრივია და ამის შემდეგ რომ ესენ რაღაცნაირად იყენებენ პოლიტიკურად არის სიბინძურე ის იმ ფონზე როდესაც ამ ხელისუფლებამ რაფალიანის საქმეზე მთლიანად მოძრაობას დატოვა რალი მოიხსენება და დღეს როგორი მდგომარეობა არის ამ საქმესთან დაკავშირებით შემდგომში ხედავდით რომ გადავების ოჯახი იყო მოსული და დღეს უკვე ცინდელიანის ოჯახის წევრებს ასე ვთქვათ რამოდენიმე ადამიანი ოცნების შტაბიდან მე შორი ახლოს აქ იმყოფება მე მინდა კაფეოდ გამოცხადო და უთხრა პრემიერ-მინისტრს პროკურატურას შინაგან საქმეთა სამინისტროს კეთილი ინებო გამოიძიონ საქმეები მიიყვანონ ბოლომდე და ნათელი მოფინონ ყველაფერს მე მზად ვარ ნებისმიერ დროს პასუხი გავცეთ ჩემ მისამართით დასმულ შეკითხვებს ეგ არის კიდევ ერთხელ ვამბობ აბსოლუტურად წინასაარჩევნოდ მოტივირებული ასე ვთქვათ და გამოყენებული ოჯახები იმისათვის რომ იციან რომ ქართულ ოცნებას შანსი არ აქვს უდიჩი წაგებული არჩევნები და ამის გამო ყველაფერზე მიდიან მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი ვაჟკაცები არიან თუ ადამიანები არიან თუ რამე შეუძლია დაამტკიცონ და ყველა კითხვას გასცენ პასუხი მე კიდევ ერთხელ მზად ვარ ნებისმიერ დროს გავცე ჩემს მიმართ დასმულ შეკითხვას პასუხი თენგის თქვენ თვითონ რომ აქ ქართული ოცნების წარმომადგენლები შენიშნეთ შოუახლო კონკრეტულად ხო ვერ დაგვიკონკრეტებთ კონკრეტულად ეხლა ჩამოყალიბდებიან ჩვენი შტაბის წევრები და მოგაწვით მაგ ინფორმაციასაც ზუსტად ვინები იყვნენ კონკრეტულად მოსული. აი თქვენ ოჯახი ამბობს ბატონო თენგის რომ არანაირი პოლიტიკური мотивация მათ არ აქვს. ოჯახს ჩვენ შევხვდით. ოჯახთან დაკავშირებით მე კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან ზემო მდგომარეობაშია ბუნებრივი არის და შემდგომში ესენი იყენებენ ამ ყველაფერს. თქვენ თუ გახსოვთ პირველ შემთხვევაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო მარც პროკურატურა მარც სხვა ძალოვან სტრუქტურას არ უთქვია
თენგიზ გუნავას სახელი და პრემიერ-მინისტრმა უაპელაციოდ ისაუბრა ჩემთან მიმართებაში. ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით აბსოლუტურად არავის არ უხსენებია თენგიზ გუნავას გვარი, გარდა ერთადერთი მათი ოჯახის დათესავისა. ესე თქვა ვიღაცამ ასე ვთქვათ მიაწოდა, რომ სახელი და გვარი ჩემი ეხსენებია. ეხლა კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ პროკურატურამ, პოლიციამ კეთილინებოს და საქმე მიიყვანოს ბოლომდე და დაუმტკიცონ ოჯახს თუ რაში არის საქმე. თუ ამბობენ მიიყვანოს ბოლომდე და თუ ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთა მე მზად ვარ და ბუნებრივია წარვსგენ.